კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის და მოდით ახლა ვნახოთ ორ ვარიანტზე ასეთი ტიპის გაშლა. პირველი, მეორე, სამსახური, ფინანსები, და საბუთი. სამსახურში 100%-იანი გამართლება გექნებათ თუ ვინმე სამსახურს ეძებთ, თუ არ ეძებთ და ძალიან კარგი ენერგიებია. რაც შეეხება ფინანსებში თუ აქამდე რაღაცა პატარ-პატარა გარღვევები და პრობლემები გქონდათ და ნერვიულობები სტაბილურობით ამოდიხართ ახლა, გისტაბილურდებათ სიტუაცია. აი ნახეთ. კიდევ დავამატოთ ერთი არკანი. ეტლის არკანით აბსოლუტურად ყველაფერი ისე გიბალანსდებათ და გიმშვიდდებათ. ფინანსური ნაწილი საკმაოდ კარგ ნაწილში მიჯდება და რაც შეეხება საბუთს, მეგობრებო, ეს იყო სამსახური, ხო? ფინანსები და საბუთი, სწორად ვამბობ, კი? ორი მაღალი არკანი, მზის არკანი და ზომიერების არკანი აბსოლუტურად ყველაფერი გისტაბილურდებათ, გამარჯვებით და თქვენი წარმატებით სრულდება. მშვენიერი იყო პირველი ვარიანტი და ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი, ეს რა გადმომიფრინდა, რა ხდება, რა არჩევანის წინაშე დგახართ, რა ვერ გადაგიწყვეტიათ, რა გაწუხებთ ასე ძალიან. სამსახური, ფინანსები და საბუთი. აქაც აი სამსახურში სხვათა შორის რაღაც შიშები გაქვთ, გაურკვევლობები გაქვთ თითქოს, მაგრამ აქედან გამოდიხართ, ნახეთ, მთვარისიდან აქეთ არის ცხენის თავი და გველეშაპის ფრთები უკან რჩება. ანუ თუ ვიღაცა სამსახურს ეძებთ ძალიან მალე, აი ძალიან მალე, სისწრაფის არკანია თქვენი ცით ეს არკანი, დაგისტაბილურდებათ, დაგიბალანსდებათ სიტუაცია. კი, აუცილებლად იშოვით სამსახურს. თუ თქვათ რაღაცა უსიამოვნებები გქონდათ მიმდინარე სიტუაციაში, იქაც ყველაფერი დაგილაგდებათ. რაც შეეხება ფინანსებს, ფინანსებში აბსოლუტური სტაბილურობა გაქვთ და შეიძლება პატარა ნამატიც გქონდეთ, მცირედი, არ ვიცი, პრემიის სახით, ბენეფიტის სახით, საჩუქრის სახით, მემკვიდრეობით და ასე შემდეგ და საბუთი. ორი კვერთხი, კვერთხების დედოფალი და კვერთხების ტუზი, აი როგორ გითხრათ, რომ აქ რამე უსიამოვნება იქნება. ისეთი კარტები და ისეთი არკანები გაიშალა, რომ მეც მიხარია, თქვენ კი არა, მარტო ღმერთმა აგიხდინოთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა დადებითი ინფორმაცია, აი არ ვიცი, 1000 მაგად და სიმშვიდე, სტაბილურობა და სიხარული მოგცეთ უპირველეს ყოვლისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის, რომლებიც ძალიან ისე აქტიურად მიყურებთ და რა ვიცი, მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ და კიდე რატო ვიღებ, არ ვიცი, მაგრამ აბსოლუტური სისავსე. ორივე ვარიანტისთვის ძალიან კარგი პერიოდი დგება. კარგით დაგემშვიდობებით, მადლობა, ნახვამდის.